ბურთი და აუტი მეშახტეს კვირკვიამ სწრაფად მოაწოდა ბურდული. შეიძლება უკვე ჩაწოდება ცენტრისკენ შემოიწია ბურდულმა შიკალო თავად გადაწყვიტა დარტყმა. ეს არის პირველი დარტყმა დღევანდელ შეხვედრაში როგორც კარისკენ ისე კარში. ზუსტად განსხვავებული პოზიცია აქვს. ვიცით რომ მარცხენა მცველია, მაგრამ საყრდენ ზონაში თამაში შეუძლია და ამ პრაქტიკას მიმდინარე სეზონში ჟელკო ლიუბენოვიჩი აქტიურად მიმართავს. ეს კი მათეცინცაძე. აი პირველი რეალური მომენტი, გაგრელების პირველი კარისკენ და კარში ზუსტი დარტყმა, მათცა კიდეც და შევაქოთ აუცილებლად ლევან შოუნაძე. აი ამ ძალიან ძლიერი ხუმბარისებური გასროლის ტყვიასავით გაუშვა მათეცინცაძემ დამუშავებული დაყენებული დარტყმით და მოახერხა შოუნაძემ მოგერიება. იქნება პირველი კუთხური, კარგია თამაში ნელ-ნელა იხსნება, იქით გაითამაშეს ცინცაძემ, ან ერთხელ საჯარიმოს გარედან დღეს უკვე დაარტყა, ჩაწოდება, დარტყმა გამოვიდა პირდაპირ კარში, თუმცა პიმენტელი საწავიდა ნახეთ ცენტრალური მცველი მეტოქის საჯარიმოში შიკალო გაგრძელდება შეტევა, შეიძლება უკვე დარტყმა კვირკვიასი და აი აქ იყო რეალური მომენტი. ასეთ ხიც მცველი ბექა გაბისკირია 26-31 ერიკ პიმენტელი 20 ლევან ქურდაძე და მარცხნივ 40 ლაშა უგრეხელიძე, საყრდენ ზონაში 5 ნიკოლო ზაბულაძე, 30 მაქსიმ პიროგოვი, 22 ტარიკ შიკალო. ფლანგერი ძალიან ტექნიკურად თამაშობს და არსიშთან შედარებით ნახოთ ფეიქრიშვილი დარტყმა გაუვარდა მეკარეს ბურთი ხელიდან დამატება და გადარჩა აქ უკვე მეშრევანდელი შეხვედრის იმდენი მომენტი შეიქმნა და ფეიქრიშვილი კარგ ფორმაში შედის სხვათა შორის თავის აღმზრდილ კლუბს დინამო თბილის შესანიშნავი გოლი გაუტანა და ხუთაისტორპეზს და დინამო თბილის ფეხბურთელების შესაბამისად 8 საგოლე პასი თუ ერთი მაგრამ 7 5-5 თორნიკე კირკიტაძე და ვანდერსონ სილვა მარა კირკიტაძე დინამო ბათუმი ვანდერსონ სილვა აგერ ჩვენთან არის გაგრას შემადგენლობაში და იღებს მონაწილეობას რა გოლი პედრო ბორჟესი აი ამიტომ თქვით რომ ეგრევე ეთყო მისი გამოსვლა მოედანს, წაუცეკვა ბრაზილიურად, ვინისიუსი, რაფინია გაგახსენდებოდათ, უფრო მეტი რამ მოხდა, ვიდრე პირველ ნახევარში. ერთი გუნდის მხრიდანაც და მეორე გუნდის მხრიდანაც და ძირითადად თუ რამე ხდებოდა, ამ ყველაფერს ქმნიდა პედრო ბორჟესი. აი ეს არის სრულების გამოცნობა, გამოიყვანა ლიუბენოვიჩმა და შესანიშნავი მოქმედებით ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გაითავისუფლა სივრცე წონასწორობად შეიმაგრა და დაარტყა ახლო კუთხეში მეკარისგან და მოახერხა შოუნაძის კარის აღება. ასე და ამგვარად გაგრა ამ შეხვედრაში გავიდა წინ. ასისტენტებზე საუბრობდით, ჩვენს მატჩია ვანდერსონ სილვა და გაგრას შემადგენლობაშია, დანარჩენი დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო და რაც შეეხება გაგრა ალტუბოს სამგურას. აი აქ მომენტი დარტყმა შიკალო 1-1 აღადგინა ტყიბულის მეშახტემ წონასწორობა ბოსნიელი ახალწვეული ტყიბულის მეშახტესი რომელმაც ბოლო მატჩებში მოიპოვა არ იყო დამაჯერებელი აუგუსტო პორფირიო ცუდად ითამაშა ბრაზილიელმა მცველმა დაუტოვა სივრცე და შიკალოს მართებდა აქ რა თქმა უნდა მომენტის გამოყენება ერთი შეხებით ზუსტი დარტყმა და მეშახტემ ანგარიში გაათანაბრა ჩვენ წინ ძალიან საინტერესო როგორც მინიმუმ ნახევარი საათი გველოდება მე პირადად ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და ალბათ თქვენც რომ პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევრის სტარტზე ასეთი დინამიური თამაში გვექნებოდა ამდენიმე ჯარიმობის და კუთხურების კარგი შემსრულებელია ვანდერსონი დაატრიალა დარტყმა კარისკენ გადარჩა მეშახტე კიდევ ერთი კარგი მომენტი დასახული გზა რომელიც ფაქტია რომ ჯერჯერობით მუშაობს აქ მეშახტეს შეტევა შონია რამდენი გოლი გაუტანია მას ასეთ სტილში მაგრამ შეიქმნა კარგად დაამუშავა გაიჩერა და არც ქონდა გახედილი კარისკენ შემოbrunდა მერე დაარტყა და ინსტინქტებით რა თქმა უნდა ეს და საკმაოდ საფრთხო მაგრამ საბოლოოდ არა ზუსტი შონია არ არის ფორვარდი მაგრამ კარგი გოლის ალღოს მქონე ნახევარმცველია ასე შეიძლება ვთქვათ 70-მე წუთი ხელაშვილი ერთ-ერთი პირველი ჩართვა შეტევაში მისი ბორჟესი კარგია ბორჟესი დარტყმა კუთხური მწვრთნელებმაც რომ კარგად იციან მისი ეს უნარები გამოკვეთილად არ არის ხოლმე კონკრეტულ პოზიციაზე მიმაგრებული ხშირად არის ეგრეთ წოდებულ თავისუფალ როლში ასეთი წავა ამ ტურის შემდეგ უფრო წინ თუმცა დინამო თბილისი აქ ჯარიმა და კიდევ ერთი გაფრთხილება და ეს მეორე ბარათია სადღობელაშვილი ყველა ვარიანტში უნდა მიულოცოთ იმიტომ რომ 8 ზედიზედ წაგებული მატჩის შემდეგ მათ ქულა მოიპოვეს და ულოცავთ მათ გულშემატკივრებს ნავსი გატეხილია